კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავარ. უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს მისი შეფასებით. სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე deep state-სა და ეროვნულ სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის. როგორც ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ ორბანს გადაირჩევენ, deep state-ი საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას. ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე deep state-სა და ეროვნულ სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს. ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან თუ როგორ აიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ. როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს deep state-ს უნგრეთში ორბანის მორიგჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში. საზოგადოების და მათ შორის პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე deep state-ის მიერ მართული ბრიუსელი უხეშად ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს. უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდებით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა, კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს პრორუსობაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიარტო და ლავროვი საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერით სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ deep state-ის ორი ხელი ტრამპი და ბრიუსელი ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს. ერთი შეხედვით, სწორედ ამ შეუსაბამობების გასაანალიზებლად თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას დეტალურად ავუხსნა თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე deep state-ის ძალაუფლების სამი საყრდენის: ფულის, ანუ დოლარის, პროპაგანდის, ანუ სრულად მორჩილი მედიისა და სამხედრო ძალის, იგივე ნატოს ალიანსის მნიშვნელობა მათი გეგმების შესრულების პროცესში. ოლიგარქების ძალაუფლება სწორედ ჩემ მიერ ხსენებულ სამ მთავარ ინსტრუმენტზე დგას, რომელთაგანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამივე იყოს ერთნაირად ქმედითი და ხელშეუხებელი მათი კონტროლის მიღმა მყოფი ძალებისგან. სამტკიცი აქ ბევრია, მაგალითად, როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა TikTok-ი, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყოს სიმართლის უცენზურო სიტყვის პლატფორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს. სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი BlackRock-ის შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა. ასევე საზოგადოებას კარგად ახსოვს დოლართან დაკავშირებული ნამდვილი ისტერია, რომელიც ძალიან მარტივად შეიმჩნეოდა ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ფინანსური თუ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან, როცა საქმე ალტერნატიული ეკონომიკური ცენტრის BRICS-ის შექმნასა და ასევე ალტერნატიული ვალუტის შექმნას მოჰყვა. ოლიგარქებმა უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯეს იმისთვის, რომ უშუალოდ BRICS-ის წევრ ქვეყნებს შეეტანათ დისონანსი ისედაც მძიმედ დაზრულ პროცესში და საბოლოოდ ჩაშლა თუ არა მაქსიმალური ვადით გადაედოთ deep state-ის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბერკეტის, დოლარის ალტერნატივის შექმნა. ასეც მოხდა. ამ დროისთვის ოლიგარქებმა ეს საფრთხე ყველა შესაძლო მეთოდით გაანეიტრალეს. რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენ სამხედრო ძალას, იგივე ნატოს, ის არათუ დაიშლება არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდებინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია. მას რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე
მიკითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ Deep State-ის ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყეს, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დაანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება. ერთი მხრივ Deep State-მა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად და უფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ Deep State-მა ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებს, როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა უწოდა. საბოლოო ჯამში შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს. საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა. Deep State-ის საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე Deep State-ის ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა. მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდი, სოციოლოგიური კვლევებით ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს. ვიქტორ ორბანისთვის არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან დაგებული ეს ხაფანგი ასევე გეგმის მიხედვით იდეალურად გამოიყენა ორბანის მთავარმა კონკურენტმა პეტერ მაგიარმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანტიევროპული განწყობების მქონე ტრამპის ადმინისტრაციის გულშემატკივრობა, მათ შორის ჯეიდი ვენსის სტუმრობა ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად, არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და რომ ამ ყველაფერს უნგრელი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს. რთულია უნგრელ ოპოზიციონერს არ დაეთანხმო. სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოყვარული უნგრელი ხალხი თანაბრად ღიზიანდება როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე გაფორმებული ანტიევროპული ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ჩარევაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რამაც შესაძლოა ვიქტორ ორბანისთვის სავალალო შედეგი მოიტანოს. რომ შევაჯამოთ, პატრიოტი და დამოუკიდებელი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი Deep State-მა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს იმავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ ის, რაც ორბანისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა. ასეთი მრავალჭრიანი, გრძელ ვადაზე გათვლილი და მზაკრული გეგმები ახასიათებთ ოლიგარქიულ ოჯახებს და სამწუხაროა, რომ ვიქტორ ორბანმა ეს ვერ გათვალა. ახლა მას კარტები აღარ უჭირავს ხელში. ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თუ ამ არჩევნებში საზოგადოება Deep State-ის ხაფანგს არ წამოეგება, გამარჯვების შემდეგ თავად ორბანი გადააფასებს ყველაფერს და შეცდომისგან სათანადოდ დასკვნებს გამოიტანს. მეორე მხრივ, თუ მას გადაირჩევენ, Deep State-ი საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი სამწუხაროდ უახლოეს მომავალში აღარავინ იკვეთება. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე და სახელმწიფოების მიერ სუვერენიტეტის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯეიდი ვენსმა უნგრელებს მოახლოებულ არჩევნებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ უნგრელი ხალხის ხელშია. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ ყოველგვარი გარე ძალების ზეწოლის გარეშე. ბრიუსელელ ბიუროკრატებს იმ ადამიანებს არ უნდა მოусმინოთ. მოусმინეთ თქვენს გულებს, მოусმინეთ თქვენს სულებს და მოусმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი თანახმა ირანის დაბომბვა 2 კვირით შეაჩეროს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანზე თავდასხმის შეჩერების ერთ-ერთი პირობაა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნაზე დათანხმდება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისგან 10 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება მიიღო, რაც მოლაპარაკებების საფუძველი გახდება. BBC-ის ინფორმაციით, ირანის შეთავაზება ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებას. ამასთან, ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე.
ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10 პუნქტიანი წინადადება და გვჯერა ეს არის მოლაპარაკებებისთვის გამოსადეგი საფუძველი წარსულის თითქმის ყველა ძირითადი სადავო საკითხი უკვე შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგცემს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს. როგორც პრეზიდენტის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის სახელით ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ახლოს არის. ისრაელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მხარს იმ პირობით დაუჭერს, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნული. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტა ლიბანს არ ეხება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახსრები გრანტად აღარ ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონ პროექტში აღნიშნულია, რომ გრანტად არ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას. პროექტის ინიციატორთა განმარტებით გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს და ექსტრემიზმისკენ მიმართული ნებისმიერი თანხის წინააღმდეგ ხელისუფლება შესაბამის ომებს მიიღებს. გრანტების შესახებ კანონში ხდება დაზუსტება, რაც ისედაც ეწერა და წერია მოქმედ რედაქციაში, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად არ უწევთ და არც მომავალში არ მოუწევთ საქართველოს მთავრობასთან მიღებული თანხების, საკუთარი სახელმწიფოებისგან მიღებული თანხების შეთანხმება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მავანს არ გაჩენოდა შესაძლებლობა ფეიკები გაევრცელებინა, თითქოს საქართველოს მთავრობა ხელს უშლის დიპლომატიურ კორპუსს თავის საქმიანობის განხორციელებაში. მეტი მკაფიობისთვის ჩვენ ხაზს უსვავთ ამ ცვლილებებით, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ხარვეზების გარეშე, შეფერხებების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ისე, როგორც ეს ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული, თუმცა იმის მიღმა, რა თქმა უნდა, როდესაც მათ ექნებათ თუ აქვთ სურვილი, რომ რაღაც გარკვეული პროექტები დააფინანსონ, NGO-ები დააფინანსონ, ან სხვაგვარი ფორმით შეეცადონ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, მათ რჩებათ იმის ვალდებულება, რომ აიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან. დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესადან ცვლილებებზეც. კანონ პროექტის მიხედვით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეროგატივა იქნება. პროექტის ინიციატორთა განმარტებით, კარეძალებთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანი აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის მიზანშეწონილია ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა კონსტიტუციურმა ორგანომ განახორციელოს. დეპუტატები ინიციატივას მესამე მოსმენით განიხილავენ. პარლამენტი განიხილავს მესამე მოსმენით გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი თუ აქამდე იყო იუსტიციის სამინისტრო სისტემაში შემავალი სიპი, აღსრულება გადადის აუდიტის სამსახურში, ისევე როგორც ეს არის განსაზღვრული ფარას კანონით, გრანტების შესახებ კანონით და ერთიან პრინციპზე დაყრდნობით მსგავსი საკითხების მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი და დარღვევების გავლენაზე პასუხისმგებელი იქნება ერთი სამსახური. მიზანი არის ძალიან კონკრეტული, რომ ერთი და იგივე საჯარო მმართველობითი ფუნქცია განახორციელოს ერთმა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში კონსტიტუციურმა ორგანომ. რა თქმა უნდა, ეს საერთო ჯამში აამაღლებს ეფექტიანობას ამ უფლებამოსილების განხორციელებისა, ვინაიდან ეს გარკვეული გაორება საბოლოო ჯამში შეიძლება ყოფილიყო გარკვეულ გამოწვევებში საომავლოდ გარდაქმნილი. პარლამენტი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შესადან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ. კანონ პროექტის მიხედვით საქართველოში ახალი C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება, რომელიც უცხოელს
ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას 5 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 1 წლით აძლევს. გარდა ამისა, ცვლილებები შედის საკონსულო მოსაკრებლის შესახებ კანონშიც, რომლითაც საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის საფასური არანაკლებ 20 და არა უმეტეს $500 ოდენობით განისაზღვრება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტიში დღეს სამების საკათედრო ტაძარში 7 გზის ზეთის ხებას აღასრულებს, ხვალ კი წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, ხოლო 18 საათზე 12 ვნების სახარებას წაიკითხავს. წითელ პარასკევს მიტროპოლიტიშიო შეასრულებს დიდ ჟამნობას 14 საათზე მწუხრის ჟამს და გარდა მოხსნის გადმოსვენებას, ხოლო დიდ შაბათს 23 საათზე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღასრულებს. ამ წუთებში მთავრობის ხდომა იწყება, ირაკლი ყობახიძის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ტელემაყურებლებს. თქვენ ნებართ რამდენიმე განცხადებით დავიწყებ, ვიდრე გადავალთ სამუშაო რეჟიმზე. პირველ რიგში გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, შესაბამისად იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები, შარშან ზრდამ შეადგინა 7.5% და ტრენში და პროდუქტი შეადგენს შარშანელი წლის ბოლოს მონაცემებით $104.6 მილიარდ. პირველად ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა $100 მილიარდ, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს $28 მილიარდ. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს $38.1 მილიარდ. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ $14 მილიარდით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა $3.5 მილიარდზე მეტით. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც ბუნებრივია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე. ამ მართულებით ენერგეტიკასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქ მინდა ერთ საკითხს შევეხო. როგორც მოგეხსენება, ჩვენ მივიღეთ 2 თვის წინ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და სავარაუების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცესი უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ებატია $1 მილიარდი ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მიცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა შევეხო რკინიგზის თემას. საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-28 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1500 ახალ ვაგონს, ასევე დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შეზღუდდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის და 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი. გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5.5 საათიდან შემცირდება 4 საათამდე, 1.5 შემცირდება მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე. ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ან განახორციელდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.
ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი. ბორჯომაგურიანის ისტორიული მატარებლის, ეგრეთ წოდებული კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარგენიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარგენიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით მატარებელი მომავალ წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას. ასევე მინდა შევეხო საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებს და რეფორმებს. გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც გვაქვს ხელშესახები ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. განხორციელდა პირველ რიგში ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონი ლარი, 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც საქართველოს ფოსტას ყოველწლიურად დაემატება 14,2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, დასრულების ეტაპზე ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, განახდა ასევე ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად დაიძოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტის დამატებით შემოსავალს მიიღებს ყოველწლიურად, როგორც უკვე აღინიშნა. და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად საქართველოს ფოსტა, რომელმაც ჩარჩანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში. ასევე შევეხები კიდევ ერთ თემას, ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, შეიქმნება დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით ახალი ინსტიტუცია, ასეთი სახელწოდებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტო საწარმოო საქართველოში ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამა საწარმოო საქართველოში დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკა, სადაც კომპანიებს გაიზრდებათ წვდომა იაფსესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში ასევე უნდა ითქვას დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. შევეხები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის თემას. როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლის ხმალწლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203,9 მილიარდი დოლარი. ასევე გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა, პროექტის ღირებულება შემცირდა 52,9 მილიონი დოლარით და შედეგად უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით და ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა მადლობა გადაუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში 52,9 მილიონი დოლარი დაუზოგა. შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით ხარჯების ნაწილში 7%-ით შესრულდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით შარშან დაგჭირდა ჩვენ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება. შედეგად შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა. და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, თანხების გადაჭარბებით ათვისებას, 7%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს
გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის. და ბოლო საკითხი უკავშირდება პლასტმასის მოხმარების შემცირებას. როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამოხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან ჰქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს სტატუსსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. ეს არის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა კონსულტაციების შემდეგ კონსულტაციების საფუძველზე. ეს იყო ის საკითხები, რომლებსაც მინდოდა ყურადღების გამახვილება, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა.